ამ ვიდეოში მოდი განვიხილოთ EURUSD-ზე დღეს რა ტრეიდის გახსნა შეიძლებოდა, ანუ არ გამიხსნია ტრეიდი, მაგრამ კარგი სიტუაცია არის ანალიზისთვის და მოდი გავაკეთოთ ანალიზი რა ტრეიდი შეიძლებოდა აქ გაგვიხსნა და რატომ უნდა გაგვიხსნა აქ ტრეიდი. პირველ რიგში აქ 1 საათიანზე ან მაღალ time frame-ზე ვხედავთ, რომ გვაქვს liquidity sweep-ი, რის შემდეგაც წავიდა აქ სტრუქტურა შეცვალა, ჩამოვიდა demand-ი შეავსო და წავიდა მაღლა. აქ ვიცოდით უკვე, რომ ქონდა აღმავალი ტრენდი. ეხლა ნახე აქ ძალიან მარტივად რა მოხდა. აქ ჩამოვედით, გავაკეთეთ ამის liquidity sweep-ი და წავედით და შევცვალეთ სტრუქტურა, ხო? ანუ ამან დაგვანახა ის, რომ აღმავალი ტრენდი გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ სტრუქტურის შეცვლის შემდეგ ჩვენ რაც ვცდილობდებით, ეგ არის, რომ რაიმე liquidity sweep-ი გააკეთოს. წამოვიდა დაბლა, სიტყვაზე აქ შეავსო, დააფეიკა, რომ ვითომ მაღლა მიდიოდა, მაგრამ ჩვენ რატომაც არ გავხსენით, ეგ იყო, რომ კონსოლიდაციაში იყო ფასი და ჯერ უნდა მოეცა liquidity sweep-ი და demand-ი იმისათვის, რომ მე დაბალ time frame-ზე მოგვეძებნა დადასტურებები, როგორც კი liquidity მოგცა აქ, აი ამ ყველაფერს liquidity მოგცა. აი აქ გააკეთა liquidity sweep-ი, 1 საათიანი demand-ი შეავსო. გავავლოთ. აი ეს demand-იც შეგვივსო 1 საათიანი, რომელიც გქონდა. ასევე ეს კონსოლიდაციაც დაარღვია, ჩამოვიდა liquidity შექმნა და 1 წუთიანზე უკვე შეგვეძლო დაგვენახა რაიმე სტრუქტურის შეცვლა, რაიმე დადასტურება, რის შემდეგაც გავხსნით ტრეიდს. პირველ რიგში აქ რას ველოდებოდით, ანუ აქ დავინახეთ აღმავალი ტრენდი, ანუ სტრუქტურა შეცვალა იქ, წავიდა აღმავალში, აქაც ესეც დაარღვია, მეორედ ჩამოვიდა, გააკეთა ამის liquidity და წავიდა მაღლა. აქედან უკვე აი ეს სიძლიერე, ეს demand-ი მაგალითად 1 წუთიანზე აი ეს demand-ი და ეს სტრუქტურის შეცვლა იყო იმის დადასტურება, რომ აქედან მაღლა გააგრძელოდა ფასი მოძრაობას და კიდევ იმ წინა დადასტურებების გამო, რაც დაბალ time frame-ზე ქონდა, მაღალ time frame-ზე ქონდა. ამის შემდეგ აქედან უკვე აი ამ ძლიერი აღმავლობის შემდეგ, სადღაც აი აქედან შეგვეძლო გაგვიხსნა ტრეიდი, stop loss-ი იქნებოდა აი აქ low-ს დაბლა ცოტათი და take profit-ი Asia highs-ი. დავათარგეთებდით Asia highs და დაახლოებით 6-თან იქნებოდა risk to reward-ი, რასაც მინიმუმ უკვე არის აღებული დაახლოებით 3-ზე მეტი 4-თან, აქაც შეგეძლო მოგეხსნა, მაგრამ 6-მდეც აუცილებლად ავა რა. აი ესეთი ტრეიდის აღება შეგვეძლო და ესეთი მარტივი ანალიზით, რაც აქ მოგცა, შეგვიძლია დაგვეთარგეთებინა აი ეს Asia high და ძალიან კაი ტრეიდიც გამოვიდა, მაგრამ გამოვტოვეთ.